არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ეხმაურებიან ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშზე დადებულ ინკასოს. ისინი აცხადებენ, რომ მსგავსი ფორმის ფინანსური წნეხი არა მხოლოდ კონკრეტული მედია ორგანიზაციის, არამედ მთლიანად კრიტიკული აზრის გამოხატვის საფრთხეს ქმნის. მათი თქმით, რეგიონული მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი თემების გაშუქებასა და მოქალაქეთა ინფორმირებაში, ხოლო თრიალეთის საქმეში ადგილი აქვს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ნიშნებს. მხარდამჭერი განცხადებები ცალსახად მიუთითებს იმაზეც, რომ მედიის დამოუკიდებლობა არის დემოკრატიული გარემოს საფუძველი და მისი შემოტევა საფრთხეს უქმნის მოქალაქეების წვდომას დაბალანსებულ მრავალმხრივ ინფორმაციაზე. ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ უზრუნველყოს მედია გარემოს დაცვა, პოლიტიკური ზეწოლისგან და რეგიონულ მედიას მიეცეს შესაძლებლობა ფუნქციონირებისა, თავისუფლად მიუკერძოებლად და საზოგადოების სამსახურში. ტელევიზია ტრადიციულად ჩვენი ორგანიზაციის დიდი მეგობარი და მხარდამჭერი იყო და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მხარდაჭერა როგორც პერსონალურად ფატი ბუხრეკიძისგან, ასევე ორგანიზაცია ქალთა განვითარების სახელით გამოუცხადო ტელეკომპანია თრიალეთს და მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში თანადგომისთვის. განსაკუთრებით თქვენს რეგიონში, საზღვრისპირა რეგიონში, ხო, სადაც ძალიან ხშირია და ფაქტობრივად დეзინფორმაციას აქვს ხო მოცული და თქვენ იყავით და კიდე რამდენიმე მცირე ონლაინ მედია, რომელიც თავისუფალ სიტყვას აჟღერებდით, ამიტომ განსაკუთრებულია ეს მათთვის პრობლემაა და ცდილობენ ყველა ხერხით, განსაკუთრებით კი ფინანსური წყაროების გადაკეტვით ჩაახშონ ეს თავისუფალი ხმა. პატარა მედიებს და რეგიონებში ფუნქციონირებად მედიებს ექცევიან განსაკუთრებულად მკაცრად, რადგან მე მესმის ახლა ხო თქვენთვის ფაქტობრივად დიდ სირთულეს წარმოადგენს კომერციული საქმიანობა იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზარით შეზღუდული გაქვთ, ხო? ან იმ პირობებში, როდესაც მოხდა დემონიზება არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზების და ადამიანებს უკვე შიშიც კი აქვთ, რომ აი ამ ტელევიზიაში ჩემი რეკლამა რო განვათავსო, მე არ მომადგნენ და მეც არ დამაჯარიმო, ხო? შესაბამისად, ამის დანახვა, ამ შიშის შეგრძნება, ვისაც აქვს, მე მათ ვთხოვდი, რომ გვერდით დაგიდგნენ, რადგან ეს შიში გახდება საბოლოოდ ტოტალური, ხო? მოიცავს ყველას და უკვე ვერავინ ვეღარ შეძლებს ინფორმაციის გადამოწმებას, ინფორმაციის სწორად მიღებას და საერთოდ საქმიანობასაც კი. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტმა მიიღო სიტყვის თავისუფლების კანონში ცვლილებები და სინამდვილეში გააუქმა სიტყვის თავისუფლების კანონი თავისი არსით და თავისი ფუნქციით, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო რთული ხდება დამოუკიდებელი მედიისთვის ოპერირება და გადარჩენა. და სულ უფრო და უფრო მეტი სირთულეები ექნებათ როგორც ინდივიდუალურად ჟურნალისტებს, ასევე მედია ორგანიზაციებს. ამასობაში გვაქვს კიდევ მრავალი სხვა კანონი, არა მხოლოდ და მხოლოდ მედიისთვის, მაგრამ ზოგადად სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისთვის, რომელმაც ასევე დამატებითი წნეხი გააჩინა მედიაზე და დამატებითი პრობლემების შექმნა. სამწუხაროდ მოლოდინი არ არის, რომ პოლიტიკური ცვლილების გარეშე ამ თვალსაზრისით რაიმე ხელშესახებით ცვლილება შეიძლება მოხდეს. და ეს სუსუბოლო ამბავი, როდესაც მედიას აუკრძალეს სასამართლო დარბაზებიდან ტრანსლაცია არის საუკეთესო მაგალითი და საუკეთესო გამოვლინება იმისი, თუ რამდენად მასშტაბურია მედიის შეზღუდვის, აკრძალვის, სივრცის დავიწროების მცდელობა და კამპანია ქართული ოცნების მხრიდან. მე პირადად ძალიან გულმწყდება იმ ინფორმაციას, რომ ვიგებ, რომ ადგილობრივი მედიის საშუალებები ფაქტობრივად დახურვის პირას იმყოფებიან. რა თქმა უნდა, ეს არის მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, მხოლოდ არ არის ეს ფაქტობრივად მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ ბრძოლა. და ძალიან მძიმე არის მედიის საშუალებების მდგომარეობა, მით უმეტეს ახალი კანონების ფონზე, მით უმეტეს ეს იქნება გრანტების შესახებ კანონი, ეს იქნება
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეგრეთწოდებული კანონი იქნება ეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში არსებული ცვლილებები და ასე შემდგომ. ეს ცვლილებები, ეს საკანონმდებლო ინიციატივები კიდევ უფრო ახრჩობს, ასე რომ ვთქვა და უტრირებულად რომ გავაკეთოთ ამისი ანალოგია თითოეულ მედია საშუალებების არსებობას ქვეყანაში, რაც რა თქმა უნდა ძალიან ცუდად დაისახება არა მხოლოდ ამ მედია საშუალების არსებობაზე, არამედ ზოგადად საზოგადოების მდგომარეობაზე. თითოეულ საზოგადოების წევრს დასჭირდება მედია რაღაცა ეტაპზე და ფაქტობრივად იმ საფრთხის წინაშე ვართ, როდესაც ინფორმაციის გაზიარებაზე, გაშუქებაზე დამჭირდება მედია საშუალება და ჩვენ ამ მედია საშუალებას ვერ ვიპოვებთ.